დაახლოებით 6 შესაძლოა 7 და არ გამოვიცხავ რომ 8 წლის წინ მე ბიზინა ივანიშვილთან დაახლოებულ ერთ საკმაოდ სერიოზულ, მაგრამ პრინციპში მაინც ფართო საზოგადოებისათვის უცნობი გვარ სახელის ადამიანთან მოქალაქისთან მქონდა საკმაოდ ესეთი ჩაჭიდებული საუბარი თემაზე საქართველო უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატოსა და ევროკავშირში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ამ ახალგაზრდა კაცმა, ახალგაზრდა ჩემი თანამოსაუბრე მაშინდელი მითხრა რომ პრინციპშიო ჩვენო იგულისხმება ქართული ოცნება და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას სულაც არ ვეწინააღმდეგებით. აი ნატოსთან მიმართებაში კი რა გითხრა, რით გაგახარო, რამდენადაც იმ შემთხვევაში თუ საქართველო გააგრძელებს ნატოსკენ მოძრაობას და დააფიქსირებს კიდევ ერთხელ და უკვე ბერამდენედ საკუთარ პოზიციას რომ უნდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება, ამ ორგანიზაციის წევრობა, ამ შემთხვევაში რუსეთი სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის, თავს დაგმესხმება კონვენციურ ომს განაახლებს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ სამშობლოს დაიპყრობს, გადაიპყრობს, შელახავს, ოკუპაცია მოხდება დაბატებით ჩვენი ქვეყნისა და აქედან გამომდინარე ჩვენო იგულისხმება არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი პრინციპში მაინც ვეწინააღმდეგებით არ მოგწონს იდეა საქართველოს ნატოსში გაწევრიანებისა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ კონსტიტუციის 78 მუხლი, ეს არის 2020 წლის არჩევნებამდე, როგორღაც იყოს გადაკეთებული ან გაუქმებული, თუმცა მათ მიერმე აღიღებული არ დაგავიწყდეთ, რამდენიმე წლით ადრე ვიდრე ამ საუბრამდე ან 2020 წლამდე და კონსტიტუციის 78 მუხლს ჩვენ გადავაკეთებთ და საზოგადოებასაც ავუხსნით, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოსი ეგზისტენციური საფრთხეა. ჩვენთვის რუსეთი, გავიმეორებ, რუსეთი ამ შემთხვევაში თავს დაგვესხმება და რეალურად სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. რასაკვირველია, ჩემსა და ახალგაზრდა კაცს შორის მოხდა კამათი, ვიტყვი ასე ჩხუბიც კი, მე არ დავეთანხმე, ის არ დავეთანხმე, მაგრამ ამას არ აქვს ახლა პრინციპული მნიშვნელობა. თუ ევროკავშირზე ვისაუბრებთ, მაშინ ყოველ შემთხვევაში 19-ში ალბათ უფრო, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას და ბიზნესს ვინც ის და მართლაც პოზიტიური დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა 78 მუხლის გაუქმება ან სხვა რედაქციით ჩამოყალიბება ბიზნესს უნდოდა ჯერ კიდევ მაშინ ნატოს კონტექსტში. მას უნდოდა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას გაემარჯვა საკონსტიტუციო სრული უმრავლესობით, ანუ გაეყვანა 115, 117, 115 დეპუტატი, ოპოზიცია ვერაფერს გახდებოდა მის წინააღმდეგ, პარლამენტში შევიდოდა თუ არ შევიდოდა ამისგან დამოუკიდებლად, ერთი ხელის მოსმით მიიღებდა ბიზინა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ვერ მოახერხა ვერც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გააყალბა და ვერც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მით უფრო გააყალბა 26 ოქტომბრის პრინციპში ჩვენ ყველამ ვიცით, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებაც იციან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბრისა გაყალბებულია, მაგრამ საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია ვერც ბიზინამ და ვერც რუსეთმა ორივემ ერთად თუ თითოეულმა ცალ-ცალკე მათ უნდოდათ გაეყვანათ 113, 115, 117 დეპუტატი, რომ ხისიერად მოეხდინათ საკონსტიტუციო ცვლილებები და განსაკუთრებით რასაკვირველია საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად ისინი უნდა შეხებოდნენ 78 მუხლს და სხვა რედაქციით ჩამოეყალიბებინათ და არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ არათუ 113, არამედ 99 დეპუტატზე მეტი დეპუტატიც კი ვერ გაიყვანეს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ამ მრჩეველობა ვინც მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებები იყო და იყო, გარკვეულ წარმატებას მიაღწია, განა არა. ახლა დავსვათ კითხვა საინტერესო, ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება უკვე ახლა. მე გეტყვით, რომ არ ემხრობა 2024 წლის 28 ნოემბერი და ირაკლი კობახიძის გაბოსვლა, რაც არ უნდა ილაპარაკოს მაკა ბოჭორიშვილმა დღეს და ახლა, მადასტურებელია იმისა, რომ ამათმა უარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც და თუ ვიკითხავთ, რატომ
ქართული ოცნების ამომრჩეველი გიპასუხებთ ასე, იმიტომ რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს არა მარტო ნატოში, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებასაც და თუ ჩვენ ევროკავშირისკენ ავიღებთ სვლაგეს, ევროკავშირში გაწევრიანებას დავისახავთ მისდათ, ამ შემთხვევაში რუსეთმა შეიძლება შემოგვიტიოს, დაგვიპყროს, ომი გამოგვიცხადოს, კონვენციური ომი გამოგვიცხადოს, ახალი ტერიტორიები მიიტაცოს და ასე შემდეგ და ამ საფრთხის წინაშე კი ვერ ჩავაგდებთ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე დედასტირებია იმ ევროკავშირს ცალკე და ნატოს ცალკე, თავარია ჩვენ ვიყოთ კარგად, უსაფრთხოდ ომის გარეშე, რუსეთი არ გვესხმოდეს თავს და ასე შემდეგ და დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანიაო, ასეა თუ არა. მოდი თქვენი ნებართვით მე დავეთანხმები ქართული ოცნების ხელისუფლებას, დავეთანხმები ცხადია ბჭყალებში უნდა ჩავსვათ ეს სიტყვა, რაც ცხადია გარკვეული ირონიაც არის ჩემს ამ პასუხში, ამგვარ პასუხში. დიახ, რუსეთი გაგიკვირდებათ და 2013-2014 წლებში ეწინააღმდეგებოდა არა მარტო არათუ გაწევრიანებას საქართველოსი და ასე მაგალითად სომხეთისა თუ უკრაინისა ევროკავშირის სივრცეში, არამედ ამ ორი უკანასკნელი ქვეყნის მხრიდან თუ მიერ ჩვენი სამივეს მხრიდან პრინციპში, მაგრამ ამ ორი უკანასკნელზე ვილაპარაკებ იმდენად, რამდენადაც მათ უარი თქვეს ასოცირების ხელშეკრულებაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასაც კი ევროკავშირის სივრცესთან. ისინი, ანუ რუსები ეწინააღმდეგებოდნენ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებას, სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან, საქართველოსთან, უკრაინასთან და სომხეთთან მიმართებაში და ამ ორ უკანასკნელს აკი იცით თქვენ, პრინციპში მაინც უარია თქმულეს უკვე შემდგომ შეუერთდა არა სომხეთი, არამედ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების ამ გზას, ამ ეტაპს, ასოცირების ხელშეკრულება უკვე შემდგომ გაფორმდა, ოვიზო რეჟიმიც მერე მიიღო უკრაინამ, მაგრამ 2013-2014 წლებში, როცა იანუკოვიჩი იყო თებერვლის გარკვეულ პერიოდამდე თებერვლისთვის ჩათვლით პრაქტიკულად უკრაინის სათავეში, რუსეთი ყველაფერს აღწევდა უკრაინაში და დაგეგმა რუსეთმა ყირიმის სპეცოპერაცია უკვე 2014 წლის მარტიდან, მას შემდეგ რაც ის იძულებული იყო დამარცხებული იყო კიევის ცენტრში, მაიდანზე, როდესაც მოხდა ღირსების რევოლუცია, სხვადასხვა შალვაია პაპუაშვილი ეს ბანდიტი კაცი ძალიან ხშირად ესე აიგდებს ხოლმე ამ ღირსების რევოლუციას, თითქოს ღირსების რევოლუციის გარდა სხვა გზა ჰქონდა დარჩენილი იმჟამინდელ საზოგადოებას უკრაინისა, რომელმაც უნდოდა ევროკავშირში გააწევრიანება, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და რომელსაც სწორედაც რომ იანუკოვიჩმა გაუხსნა საკუთარი ბერკუტით და ტიტუშკებით ცეცხლი კიევის ცენტრში და იცით თქვენ რომ 100-ზე მეტი 157 რამდენადაც მახსოვს მოქალაქე მოკლა პირდაპირ მნიშვნელობით იანუკოვიჩმა და თავს იცავდნენ ღირსების რევოლუციის ავტორები, თანაავტორები, მონაწილენი საზოგადოება, კიევის და არა მხოლოდ კიევის საზოგადოება ეწინააღმდეგებოდნენ რა ამ დიქტატორ იანუკოვიჩს პირდაპირ აგენტს ან ჩასმულს მოსკოვის, რუსეთის და პუტინის მხრიდან თუ მიერ. მოკლედ ეს კიდევ ცალკე ისტორია, უკრაინა დაუგეგმა რუსეთმა ყირიმი და წაართვა სწორედ ამ კონტექსტში ყირიმს არ უნდა თქვენთან, რაღაცა თქვენ მიდიხართ ევროკავშირისკენ, რაღაცა თქვენ გინდათ ევროკავშირში გაწევრიანებაო, ეს სიმართლეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას საკუთარ განვითარებაზე უარი უნდა ეთქვა. 2022 წელს, როდესაც უკრაინას მორიგ ჯერზე დაეცხა რუსეთი თავს, იქ ეგრეთ წოდებული პრიჩინა იყო მოსკოვისა, პუტინისა, ამგვარი რომ უკრაინა ნატოში წევრიანდება, რაც არსებითი ტყუილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა და არსებობს დღესაც 2008 წლის აპრილის 4-ის ჩანაწერი ნატოს შესაბამისი დეკლარაცია ბუქარესტისა, რომელშიც ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, ჩვენ და უკრაინას არსებითი პროგრესისათვის ნატოში გაწევრიანების გზაზე ამ, რა ვიცი, რამდენი წელიც იყო გასული 14 წლის განმავლობაში, ესე იგი 8-დან 22-მდე, პრინციპში არ მიგვიღწევია ნატო პირველ ყოვლისა და ამაში ბრალეული სწორედაც რომ ბრიუსელი ან ნატოს ცალკეული სახელმწიფოები თავს იკავებდა, იმიტომ თუ ღიად ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ პრინციპში მაინც არსებობდა მერკელის პერიოდში განსაკუთრებით ეგრე ერთგვარი ირიბი ვეტო რუსეთისა, რუსეთი იქადნებოდა და იმუქრებოდა, რომ როგორც კი გააწევრიანებთ უკრაინას ან საქართველოს ან ორივეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე, მართლა გააწევრიანებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ ომს ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ, ვაკი დაიწყეს კიდეც 8-ში, როგორც ჩვენ არ წევრიანდებოდით, 8-ში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოში ჰორიზონტზეც არ ჩანდა ჩვენი გაწევრიანება, ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მაქსიმუმ რაც შეიძლება მიგვეღო ეს იყო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა სპოშვის არა მარტო აგვისტოში, არამედ განსაკუთრებით დეკემბერში და შემდგომ წლებში შეგვეძლო, ხოლო უკრაინა საერთოდ
უარს ამბობდა უკვე პრაქტიკულად იმ პერიოდიდან ნატოში გაწევრიანებაზე ოდნავ გვიანდელი პერიოდი 2010 წლიდან. ჩვენ შეგვეძლო ხარშვის ნატოს მაპის მიღება მინისტერიალზე 2008 წლისა დეკემბერში, თუმცა დასავლეთმა მაშინაც შეიკავა თავი. 2022 წელს რომ მიუბრუნდეთ, უკრაინა ვერანაირად ვერ წევრიანდებოდა, ვერ ხდებოდა ნაწილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა, მაგრამ რუსეთმა ეს ფეხებზე დაიკიდა, რუსეთმა საკუთარი ბრჭყალებში ლოგიკა შექმნა, რუსეთმა საკუთარი ბრჭყალებში სიმართლეები გააცნო ფართო საზოგადოებას, როგორც საკუთრივ რუსეთში, ისე მსოფლიო თანამეგობრობას და ყოველგვარი პრიშინის, ამიტომაც ქვია ყოველგვარი საბუთების გარეშე, ბაბის გარეშე ომი, უსამართლო ომის დაწყება, ქვია ასე უკრაინაში დაწყებულ ეგრეთწოდებულ SVO-ს დაესხა თავს უკრაინას 2022 წლის თებერვალში. ახლა ისმის კითხვა, რას აპირებს, ახერხებს თუ არა რუსეთი საქართველოს, უკრაინის, სომხეთის შეჩერებას ევროგზაზე, ახერხებს იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება შეეჭდება. ნახეთ როგორი საინტერესო თეზაა. თუ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება იტყვის, რომ იცი რა არის, მე მაინც ვერ გადავწყვიტე. ასაც ამბობს პრინციპში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მოცემულად და უარესსაც ამბობს, ის ღიად ამბობს უარს ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე. მაგრამ თუნდაც ნაკლებად მავნებლური პოზიცია ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას და ამგვარად პოზიციონირებდეს, რომ ვერ გადაწყვიტა ბოლომდე, კიდევ იფიქრებს კარგა ხანი და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში რუსეთი დასაკვირველია აჩერებს ამა თუ იმ ქვეყნის ინტეგრაციას თუ ნატოში და თუ ევროკავშირში. აი ახლა ხან პუტინმა გააკეთა განცხადება სომხეთთან მიმართებაში. ოღონდ არ შეეჭვებულა ფაშინიანი. პუტინმა თქვა ამგვარი რამ, რომ იცით რა არის, ჩვენ გადავხედავთ სომხეთთან ურთიერთობას იმ შემთხვევაში თუ სომხეთი ევროგზაზე ივლის. სომხეთი ევროგზაზე ვერ ივლის საქართველოს გარეშე, ბარემ ამასაც ვიტყვი, საქართველოს ლოკომოტივი უნდა იყოს, თუ საქართველოს გაჩერებულია, სომხეთი ესე ვერ გადაახტება საქართველოს და ვერ შევა ევროკავშირში ჩვენგან დამოუკიდებლად. მაგრამ პუტინი მაინც ამბობს, რომ ჩვენ, ნახეთ როგორ ამბობს, წავიკითხავ ახლა, ბოდის ვიხდი, რომ არ ამერიოს არც ერთი სიტყვა და საკმაოდ მძიმე სიტყვებია, მაგრამ რამეკარგა მგონი. გონი რამეკარგა, ბოდის ვიხდი. ეს სამწუხაროა. შესაძლოა ფორმულაზე იყო, ამიტომ თქვენის ნებართვით ახლა აი არ მახსოვს. მოკლედ, შინაარსი არის ამგვარი, რომ ჩვენ სომხეთს გავაჩერებთ, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი სომხეთში, სომხმა იმ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს ამ რეფერენდუმში მონაწილეობა, რომელიც სომხეთს ფარგლებს მიღმა ცხოვრობს და თუ სომხი ერი გადაწყვეტს მაინც ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ გადავხედავთ მასთან ურთიერთობას და მუქარა ნარევზე მეტი შტრიხი არის პუტინის იმ განცხადებაში, პრაქტიკულად ღია ომითაც შეიძლება ასე ითქვას, ემუქრება სომხეთს. გამოუვა როგორ არა, ოღონდ უკრაინაში ომის დასრულების და მოფერიანების შემდეგ, განა არა თუ მოინდომა გამოუვა, მაგრამ პრემიერი ფაშინიანი არ უფრთხის ამ ყველაფერს, ის ამ მომენტუმით სარგებლობს, რომლებიც ახლა შექმნილი სომხეთში, ვიდრე რუსეთი სუსტია, მსოფლიოში რა მომენტუმიც არის უკაცრავად, ვიდრე რუსეთი სუსტია, სწორედ მანამდე სომხეთმა უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ევროკავშირის მიმართ. ამ მიმართულებით. ამ თვალსაზრისით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება დამეტანი რომ არ ვლანძღო ახლა. ის ამ თვალსაზრისითაც არაადეკვატურია. ის ამ მომენტუმს ვერ გრძნობს და ამ რუსეთის ამ სისუსტეს ვერ იყენებს. ახლა და სწორედ ახლა არის შედარებით ფართოდ გაღებული კარები, არ არის ბოლომდე გაღებული, თუ გულახდილები ვიქნებით, მაგრამ სწორედ ახლა არის ის მომენტი, როდესაც შენ მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდე სწორედაც რომ ევროკავშირის სივრცეს, რომ მერე როდესაც გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება, წამი დადგება, ევრობიუროკრატებმა და ისინი ბიუროკრატები არიან დასაკვირველია უმრავლეს შემთხვევაში შარი ვერ მოგიდონ და ვერ გითხრათ რომ აი შენ იმ მოთხოვნას ვერ ასრულებ, ან იმ პირობას ვერ ასრულებ თუ იმ რეფორმას ვერ ატარებთ, არ ჩაგიტარებია და აქედან გამომდინარე ჩაგიკეტავთ გარს სამუდამოდ. პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასაკვირველი ევროკავშირმა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შენ უნდა მისცეს. სომხეთი ატარებს რა რეფორმებს, არის რა ასე კვეთრად ანტირუსეთული
მკვეთრად ანტირუსეთული სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა სომხეთი, ხოლო საქართველოს პირიქით მკვეთრად პრორუსულ ან რუსულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. შესაბამისად ჩვენ შორის არსებითი სხვაობა თორე გარკვეულ რაღაც ინსტიტუციებში განაარჩავნით სომხეთს დღესაც პირობითად იუსტიციის სასახლი ჩვენი ან პოლიცია ჩვენი შესაძლოა უკეთესია პოლიციაზე რა გითხრათ იქ გაგახაროთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ რაღაც მაგალითად გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთან უფრო იოლად ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გრადის სახელმწიფო უფროა ჩვენთან ვიდრე სომხეთში, მაგრამ ჩვენი დინამიკა აქ გითხარით ბევრჯერ დაღმავალია, ხოლო სომხეთის დინამიკა აღმავალია და ამიტომაც მოსწონთ სომხეთი უფრო მოცემულ ეტაპზე ვიდრე საქართველოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სომხეთი ვერ გადაახტება საქართველოს. საქართველოს უნდა იყოს ლოკომოტივი ქვეყანა და სომხეთისთვის მათ შორის საკუთარი თავისთვის და ლოკომოტივისთვის და თუ შევალთ ჩვენ ევროკავშირში ალბათ და მაღალი ალბათობით შევალთ სწორედაც რომ ერთად თუ საქართველოს გაჩერდება და საბოლოოდ ჩაიჩეხება და აღმოჩნდება რუსულ სივრცეში, ვერც საქართველოს შევა და ვერც სომხეთი და სომხეთის ეს ოცნება დღევანდელი სომხეთიდან ფაშინიანის ოცნება დასამარდება. მეთქი ამასაც თუ ვიტყვი, ესეც არ იქნება გადაჭარბებული. დაუბრუნდეთ პუტინს, რომელიც აქ გითხარით რომ იმუქრება და ამბობს რომ შესაძლოა კონვენციური ომიც კი ესეთი ტონია, ესეთი ტონალობა, ესეთი ფერებია მის ცნობილ მიმართვა განცხადებაში. შესაძლოა კონვენციური ომიც კი დაიწყოს, მაგრამ აქ გითხარით ფაშინიანს ამ ყველაფრის არ ეშინია და ეს არის ალბათ საკვანძო სიტყვა. საქართველოს დამფრთხალი ხელისუფლება, როგორც კი უხეშად ლასაკვირველია რუსული თაგვი გაირბენს რომელიმე კუთხეში, ყისიერად კედელს აეტუზება ხოლმე, ან რომელს სოროში შეძრეს, ესეც არ იცის, იმიტომ რომ მას არ აქვს უნარი, ან უნზემი უფრო მძიმე სიტყვის წარმოთქმაც შემეძლო ცხადია, მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და არ აქვს პიროვნული თვისებები, არც ბიძინა ივანიშვილს და არც ერთს პრაქტიკულად და აქაო და ომი არ გვინდაო, რასაკვირველია, არ გვინდა აქაო და ომი არ გვინდაო, საქართველოს რეგრესზეც, გაჩერებაზეც, დაღუპვაზეც, სახელმწიფოს გაუქმებაზეც საქართველოიზაციაზეც კი აწერს ხელს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა კი არა დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე. აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, პირველად გავიხსენებ ამბავს, რომელიც ფინეთს ეხება, ფინეთი ნატოს წევრი სახელმწიფო გახდა. იცით თქვენ რომ უკრაინასთან დაკავშირებით ტანტრუმები დაიმართა მართლაც 2021 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან 22 წლის თებერვლის მიწურულამდე პრეზიდენტმა პუტინმა ეს ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, არც წევრიანდებოდა. იმხანად ფინეთს არ უნდოდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ გამოხდა ხანი 23-24 წლებში ფინეთი სრულყოფილი წევრი გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და 1300 კილომეტრიანი საზღვარი მიიღო რუსეთმა ფინეთის როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოსთან, მაგრამ აქ ვერაფერს ვერ გახდა რუსეთის პრეზიდენტი და არა მხოლოდ იმიტომ რომ ფინეთი დასავლური სახელმწიფოა და ასე ეს ყველაფერი გასაგებია, დასავლური სახელმწიფოა, დემოკრატიული სახელმწიფოა, ძლიერი სახელმწიფოა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არდა ამისა იმიტომ ვერ გახდა რომ დაინახა რომ ბრგედდა კლდესავით იდგა ფინეთის ხელისუფლება და ფინეთის საზოგადოება. ქართული ოცნების ერთ-ერთი დანაშაული არის ის, რომ ჩვენც არა მხოლოდ თვითონ არის შეეჭვებული, არა მხოლოდ თვითონ არის გადაუწყვეტლი, რომ ვერ წყვეტს ამა თუ იმ საკითხს, არამედ მუდმივად ქართულ საზოგადოებასაც აეჭვებს ამა თუ იმ გზის, ამ შემთხვევაში დასავლური გზის სისწორეში და მეცაც გეტყვით, არა მარტო აეჭვებს რიგით მოქალაქეებს, არამედ ბევრ მოქალაქეს უნთებს, აი ნავთს ასხამს და ბევრ მოქალაქეს აქტიურებს აბსოლუტურად ხელოვნურად და აკეთებინებს, მათ შორის ფულის ანაზღაურების გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ აკეთებინებს ანტიდასავლურ, ანტინატოურ და ანტიევროკავშირულ აგრეთვე განცხადებებს. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე რო ჰქვია ის კაცი პაპუაშვილი 2 დღეში 8 ჯერ გამოდის და ევროკავშირს ლანძღავს, ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე რომ არ ჰქვია და ასევე სახელს შალვას ატარებს, ის შალვა ვინმე რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარის შალვას დავასახელებთ, ის კიდევ უფრო თამამია, გონია რა რომ პაპუაშვილის გულს მოიგებს, ან ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების გულს მოიგებს და გარდა ამისა ფულსაც რასაკვირველია ბევრი მათგანი იღებს 20-20 თუ 50-50 ლარს თითო ანტიდასავლურ სტატუსში. მოკლედ ეს უნაროთა და კიდევ უფრო მძიმე სიტყვის წარმოთქმაც შემიძლია უნაროთა კასტა ესეთ მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას არანდა. ახლა და დღეს და ახლა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია მკვეთრი სიტყვის თქმა. მკვეთრი სიტყვის თქმა რომ არ მაინტერესებს რას ამბობს რუსეთი, რას აპირებს რუსეთი, როგორ ქმედებს, როგორ იმოქმედებს. ჩემი არჩევანია რომ საქართველოს იყოს თავისუფალი, ძლიერი და არანაირი
ომი ჩვენს ქვეყანაში არ მოხდება, მაგრამ ემან რუსეთმა რომ დაიწყოს ომი ჩვენ ღირსეულად დავხვდებით, იმიტომ რომ აგე ჩვენი შეერაღებული ძალები და ასე შემდეგ და ბევრი რამის თქმა შეიძლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციას თავდასხმის შემთხვევაში აუცილებლად დავამარცხებთ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ძალიან ძვირს დაუსვამ, დაუფასებ თუ დაუსვამ, ძვირფასს გადაიხდის მარტივად რო ვილაპარაკოთ. რუსეთი შენზე თავდასხმის შემთხვევაში ისედაც იხდის ძალიან ძვირფასს და კიდევ უფრო ძვირი უნდა დაუჯდეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე თავდასხმა, უფრო კვლავ ვიმეორებ, თავდასხმა არც გამოუვა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს. კვლავ ვიმეორებ, რომ თავდასხმა არ გამოუვა, მანამ სანამ არ მოფერიანდება. თავდასხმა არ გამოუვა საერთოდ, იმიტომ რომ დასავლეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ რუსეთი დაასუსტოს ისე, რომ მას თავდასხმის უნარი მომავალში არ ჰქონდეს არავისზე, მე ამის წამს ამას ვხედავ, ასე ვაანალიზებ და აი ამ მომენტუმს კი ჩვენ ვანიავებთ, ხო, ვერ ვართ ადეკვატურები, იმიტომ რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ არის ადეკვატური და საერთოდ როცა ლიდერები ან პოლიტიკური მმართველი ჯგუფი, თუნდაც დე ფაქტო არ არის ადეკვატური, შესაბამისად საზოგადოების მისი ნაწილი, საზოგადოების ნაწილი ამ ქვეყნისა მიხვება და მიხვება სწორედაც რომ ხელისუფლებად წოდებულს ამ შემთხვევაში უჯერებს მას და იმ თავისი მასშტაბებით იმ პოლიტიკას ატარებს, რა მასშტაბის პოლიტიკასა, რა პოლიტიკას ატარებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ამ შემთხვევაში, ანუ რუსული ხდება საზოგადოებაც. ჩვენ რო ყავდეს დასავლური მმართველობა, თუნდაც ცუდი, თუნდაც საკრიტიკო ბევრ სხვა საკითხში და ასე შემდეგ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახლა ტროლბოტაობს, ის იქნება მისი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი იქნებოდა დასავლეთზე ორიენტირებული, დასავლეთის პროპაგანდისტი, შესაძლოა მდარე ხარისხით გაეკეთებინათ მათ პროპაგანდა, რასაკვირველია, მაგრამ მაინც ისინი იქნებოდნენ მეხოთბეები დასავლეთის. ასეთია ბუნება ადამიანისა, არა მხოლოდ საქართველოში, ეგრე მაგის პასუხი, არამედ ყველგან თუ არა, ბევრგან მაინც და პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებით. მოკლედ, როგორც არის, ჩვენ უნდა ვიდგეთ ბრგედ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თავისუფლება და ეს მომენტუმი, როგორც ასეთი, უნდა გამოვიყენოთ. ბიზინა ივანიშვილი ვიდრე არის, ჩვენ გავანიავებთ და გავანიავებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა, ასე უნდა თქვა. და ღმერთის საჩუქარია ის რაც ხდება ახლა მსოფლიოში, იმიტომ რომ კარი იღება, კარი გახსნილია, უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენ ამ კარში ვერ შევდივართ. ბიზინა ივანიშვილის გამოისობით. ნახვამდის.